შემდეგი $8 დონაცია ვაკო გადამღების ნომერს როდის მომცემო. გადამღების ნომერი გაუგზავნე ჩემს მეგობარს, იმიტომ რომ დამავიწყდა და დონაციით შემახსენე. რა ხდება? რას უთხოვნებს? ანუ მართლა ესეთი გადამღების ნომერს როდის მომცემო? ჩვენს გაგვიგებინე რას კითხულობთ? ვერ გონა გაიგეთ შე. რა გავიგეთ? მიკროფონში ვლაპარაკობ. გადამღების ნომერს როდის მომცემო ჩემო მეგობარმა მკითხა, იმიტომ რომ დამავიწყდა დღეს მთელი დღე მეხვეწებოდა და გაუგზავნე. $8 დონაცია იყო, ესე ვიშოვეთ ფული. შემდეგი საბას მეთოდი გვწერს $8 დონაცია. სალამი, მაქვს არხი მეთოდი, სადაც მაქვს კინო პოდკასტი. მინდა რომ კინო YouTube-ზე აქტიურად ალბათ უნდა დაეწერა რომ ვილაპარაკო, მაგრამ ზოგადად კინო პოდკასტი როცა გაქვს, სამწუხაროდ შეზღუდული ხარ, რადგანაც კადრებში ფეხბურთზე ლაპარაკობთ ჩვენ სამაგიეროდ ჩვენ კადრია. კინო პოდკასტს შეზღუდული ხარ, კინოზე გიწევს ლაპარაკი. ბიჭო, ხო, ანუ კადრებს ვერ გამოიყენებ და საბას ძალიან კადრები რადგინა კინოში მე პოდკასტში შეჩემო ფეხბურთზე ლაპარაკობ და კაც ვერ ვიყენებ და კინო მით უმეტეს შეგიძლია ისე ლაპარაკო რა კაც არ გამოიყენო. შეგიძლია როგორ პოდკასტში მით უმეტეს შეგიძლია. ნუ კარგი იქნება, მაგრამ რევიუებს თუ აკეთებ რაღაც შეგიძლია რაღაც. ხო, ანუ რაღაც რაოდენობის კადრების გამოყენების უფლება გაქვს, მონცეცე შეიძლება ვერ ჩართო რაღაც პრობლემა მქონდეს, მაგრამ ნუ ყოველთვის რისკია. რაღაცა ფილმები ჯერ არ არის ეგენი მე მგონი, მაგრამ ძველები რა, რამდენი წელია მაგაზე კინოზე. ის არა მეტია მგონია რა. აი ჩაპლინის ფილმებზე მგონი უკვე შეიძლება. ხო, ანუ აი როცა როიალტი როცა აღარ არის რა. აქვია მაგას. როცა აღარ არის რა ის უკვე. საავტორო უფლებები როცა აღარ არის. რამდენი წელია 80? კინოში შეება განსხვავებულია. მიკი მაუსზე მახსოვს რომ 100 წელი რო გავიდა თუ პირველი მიკი მაუსიდან ის გახდა. საჯარო გახდა. ხო. ანუ მიკი მაუსის პირველი მიკი მაუსის გამოყენება ჩვენ შეგვიძლია რა. ხო გამოვიყენოთ პროსტა ისე. მიკი მაუსი რო ერთ გადაცემა შო გავაკეთოთ, აი სადაც რაოდენობა წერია გამომწერების იქით კუთხეში. იქ რომ მიკი მაუსი ცეკვავდეს პროსტა ის. მთელი გადაცემა. პირველი მიკი მაუსი. კიდე მიკი მაუსი ცეკვა უნდა ამ გადაცემაში ხალხი ჩემი ისეც. აგინა დიატაცენა არ იქნება. თან მართლა ის ეკო ის მიკი მაუსი ამას რო ატრიალებს, საჭას რო ატრიალებს და თან რო უსტვენს. ხო, ეგრე გავაკეთოთ იქითო ცეკვავდეს თავისთვის მთელი გადაცემა, პროსტა ის აუხსნათ რა რა ვთქვათ რატო. საბას არხი მე ვიცი ძალიან და ადრე ბიჭო დონაცია რაც იყო იმაზე ლაპარაკობ. მაგის გაგზელება იყო მიკი მაუსიც რა ფილმი არა თუ რა. ვფიქრობ ისო მიკი მაუსი გამოყენებს უბრალოდ კაც ნერვიულობს კინო პოდკასტია. დაზე ნერვიულებს ჩემ. არ ალბათ არ არის ყურებადი და იმაზე. მე მიკი მაუსი რა ცეკო საბა? საბა ადრე ვიდეოები რამდენი მაყურებელს მოგიმატებს. ვიდეოები ჩავწერე, მეთქი გამომიგზავნეთ მეთქი, ესეთი არხები მეთქი თქვენი და მე ვიტყვი რომ აი ესა და ეს არხებია მეთქი, რომელიც უფრო მეც იმსახურებს და საბას არხიც იყო მახსოვს და მართლა იმსახურებდა თუ კი, არა, ძალიან საინტერესო დაკეთებს და კინო უყვარს ძალიან, ანუ რა ეთხოვა ადამიანს რომ აი რაღაცა ძალიან დიდი ვნება კინოს მიმართ და პოდკასტის კეთების პროცესში უბრალოდ ანუ ალბათ სტუმრები გინდა რა, საინტერესო რომ გაიქაჩოს.